რომელი გუნდი დაწინაურდება ამ წყვილში. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ გუნდების შემადგენლობაზე, მანამდე ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ, რომელიც კი ნაღამგორ თავისი გუნდი შოთა სიდამონიძე. 34 სკოლის შემადგენლობა ასეთია: 7 ნომრით ბექა სამყურაშვილი, 13 აკაკი ქიმერიძე, აქ კი გადის გოლ თავისი გუნდი შოთა სიდამონიძე. 34 სკოლის შემადგენლობა ასეთია: 7 ნომრით ბექა სამყურაშვილი, 13 აკაკი ქიმერიძე, აქ კი გადის გოლ ფინალში 34 სკოლის გუნდმა ილია უსლია 2-1. აქ ძალიან სწრაფი პასი ფინალში 34 სკოლის გუნდმა ილია უსლია 2-1. აქ ძალიან სწრაფი პასი არ არის ჩარიმა, როგორც მიუთითებენ, ეს პასი თუ გავა შეიძლება გოლიც გავიდეს, აქ შეაჩერა ალბათ შეხვედრა. დასაწყისი უკეთესი ჰქონდა ორივე გუნდს, ფაქტია. და აქ ახერხებენ დასაწყისი უკეთესი ჰქონდა ორივე გუნდს, ფაქტია. და აქ ახერხებენ დასაწყისი უკეთესი ჰქონდა ორივე გუნდს, ფაქტია. და აქ ახერხებენ ლიაშვილი დაკარგეს ბურთი აქ დუშეთის მოთამაშეებმა. შხენტი და კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის ლიაშვილი დაკარგეს ბურთი აქ დუშეთის მოთამაშეებმა. შხენტი და კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის ლიაშვილი დაკარგეს ბურთი აქ დუშეთის მოთამაშეებმა. შხენტი და კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის გოლი არც ერთი გუნდის კარში, მაგრამ ჯერ მე-12-ზე გიორგი ცერცვაძემ და მე მე-13-ზე აკაკი ქიმერიძემ მოახერხეს გოლების გატანა. კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის გოლი არც ერთი გუნდის კარში, მაგრამ ჯერ მე-12-ზე გიორგი ცერცვაძემ და მე მე-13-ზე აკაკი ქიმერიძემ მოახერხეს გოლების გატანა. კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის გოლი არც ერთი გუნდის კარში, მაგრამ ჯერ მე-12-ზე გიორგი ცერცვაძემ და მე მე-13-ზე აკაკი ქიმერიძემ მოახერხეს გოლების გატანა. კიდევ ერთი გოლი გადის დუშეთის ესპასზე შეიძლება აქ 34 სკოლის მოთამაშეებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხონ. 34 სკოლის მოთამაშეებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხონ. სკოლის მოთამაშეებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხონ. ქიმერიძე შეეცდება დუბლის შესრულებას, დარტყმა ზუსტია და 5 ქიმერიძე შეეცდება დუბლის შესრულებას, დარტყმა ზუსტია და 5 ქიმერიძე შეეცდება დუბლის შესრულებას, დარტყმა ზუსტია და 5 ოფოპირიძემ სამყურაშვილი ჯარიმა 11 საათზე. აქ გაითავისუფლა თავი ამ ეპიზოდში ლაშბეტ საათზე. აქ გაითავისუფლა თავი ამ ეპიზოდში და აქ შეიძლება ეს სიერიში აღმოჩნდეს კიდევ ერთი გოლის წინაპირობა. დარტყმა და ამ შემთხვევაში აქ შეიძლება ეს სიერიში აღმოჩნდეს კიდევ ერთი გოლის წინაპირობა. დარტყმა და ამ შემთხვევაში აქ შეიძლება ეს სიერიში აღმოჩნდეს კიდევ ერთი გოლის წინაპირობა. დარტყმა და ამ შემთხვევაში აქ კიდევ ერთი გოლი გადის ისევ ჟღენტი აქ კიდევ ერთი გოლი გადის ისევ ჟღენტი აქ კიდევ ერთი გოლი გადის ისევ ჟღენტი როლი 10 წუთის განმავლობაში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო, მეტიც იქ იყო მომენტები, როდესაც დუშეთი უფრო აქტიურობდა, მაგრამ წინვალე ჩაატარა 34-ემ ბოლო წუთები. როგორც პირველი იქ იყო მომენტები, როდესაც დუშეთი უფრო აქტიურობდა, მაგრამ
ბრწყინვალე ჩაატარა 34-ემ ბოლო წუთები. როგორც პირველი ჯარი. კარგი შანსი დარტყმა და კუკო კარგად თამაშობს იდამონიძე. უზე არა და ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. კიდევ ერთი ეპიზოდი იქნება და გიგა ლაღაზაშვილი ახერხებს სხვაობის შემცირებას 9-2. უზე არა და ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. კიდევ ერთი ეპიზოდი იქნება და გიგა ლაღაზაშვილი ახერხებს სხვაობის შემცირებას 9-2. ხება ეს შეხვედრა დასრულდება. აქ შეიძლება გავიდეს გოლი და გადის კიდეც თორნიკე თოდრია გადაელი გოლის ავტორი 9-3 შეება. ეს შეხვედრა დასრულდება. აქ შეიძლება გავიდეს გოლი და გადის კიდეც თორნიკე თოდრია გადაელი გოლის ავტორი 9-3. გასაუმჯობესებლად და დასამუშავებლად თუ იქნება გამოყენებული თორემ დიდად სხვაობა არ შეიძლება. 9-4 3 გოლი გასაუმჯობესებლად და დასამუშავებლად თუ იქნება გამოყენებული თორემ დიდად სხვაობა არ შეიძლება. 9-4 3 გოლი სხვაობის კიდევ უფრო შემცირება. ნახოთ კიდევ ნახავთ თუ არა გოლებს. ეს იყო მე-13 გოლი ამ შეხვედრაში. კიდევ ერთი გოლი ვნახეთ. სხვაობის კიდევ უფრო შემცირება. ნახოთ კიდევ ნახავთ თუ არა გოლებს. ეს იყო მე-13 გოლი ამ შეხვედრაში. კიდევ ერთი გოლი ვნახეთ. გოლიც მექა სამყურაშვილის ანგარიშია. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი ბიწაძის გადაცემის შემდეგ ავიდა გოლი. აქ კი დუშეთის მოთამაშეებმა მოაწყო გოლიც მექა სამყურაშვილის ანგარიშია. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი ბიწაძის გადაცემის შემდეგ ავიდა გოლი. აქ კი დუშეთის მოთამაშეებმა